Karmuli ურთიერთობა თუ ბედისწერა. მოგესალმებით ნიმატაროს არხზე ნიმატაროს არხის მეგობრებო. მოდი გავიგოთ როგორია თქვენი ურთიერთობა. ამისთვის ამოვიღოთ ორი ბარათი და აქედან რომელიმე მათგანი ჩაიფიქრეთ. გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, მე მანამდე დავიწყებ. პირველი ვარიანტი ეს არის იმპერატრიცა, პასუხი არის სალსახა, თქვენი ურთიერთობა არის ბედისწერა, ხო? ეს არის კურთხევა, ეს არის მომავალი, ეს ნიშნავს რომ იმპერატრიცა არის სამყაროს მფარველობის და კურთხევის სიმბოლო. ეს კარტი ამბობს რომ თქვენი შეხვედრა შემთხვევითი არ არის, ის ზემოდან არის დალოცვილი. ეს არის ბედის კავშირი. რათა შენ როგორც პიროვნება აყვავდე, გაიფურჩქნო, იყო კმაყოფილი და ბედნიერი. არანაირი კარმული ვალების გადახდა არ გიწევთ, წარსული ცხოვრების ტკივილების გამოსყიდვა არ გიწევთ და ყველაფერი არის დაწყებული სუფთა ფურცლიდან, ხო? ბედნიერი მომავლისთვის გამიზნული კავშირი. ბედისწერა აქ ვლინდება როგორც მყარი, მიწაზე მდგარი ფორმით, ეს არის ოჯახი, სახლი, საერთო მატერიალური თუ სულიერი სიმდიდრე, ეს არის ადამიანი, რომელიც ბედმა შენს ცხოვრებაში მოსავლის ასაღებად შემოიყვანა და სტაბილური ურთიერთობისთვის მოგიყვანა. გადავიდეთ უკვე მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ამოგვივიდა თასების პაჟი. თასების პაჟი, ზოგადად თასები, ეს არის უფრო როგორ იცი, გულის გახსნა, ნდობა, რაღაც ემოციები, ხო? იმიტომ რომ თასები არის უფრო ახალბედა, უფრო ნატიფი თვითონ პაჟი და ეს უფრო შეიძლება იყოს კარმული ურთიერთობა, სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი ემოციური განკურნება. ანუ პაჟი ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი სულები წარსულშიც იცნობდნენ უკვე ერთმანეთს, რაღაც ქვეცნობიერი ნდობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ხო? და ახლა ამ ცხოვრებაში შეხვდით ერთმანეთს. ეს არის სიყვარულის ხელახლა სწავლა, ან თქვენი გაკვეთილი არის სიყვარულის ხელახლა სწავლა. თუ წარსულში გული გქონდათ გატეხილი და ემოციურად იყავით ჩაკეტილი, ეს ადამიანი სამყარომ გამოგიგზავნოთ როგორც წამალი, როგორც გზა განკურნების, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა არის უფრო გულწრფელი, სინაზით და სიყვარულით სავსე, ხო? ძალიან ისეთი თბილი კავშირი, რომელიც სუფთა და უანგარო კავშირი, რომელიც ცხოვრებამ გამოგიგზავნათ. პირველი ვარიანტი, ანუ როგორც უკვე ვთქვით, ეს უფრო ბედისწერაა, ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მომავალი უნდა ააშენო და რაც შეეხება უკვე თასების პაჟს, ეს არის უფრო კარმული კავშირის შანსი, თუმცა ისეთ სალსახად კარმული კავშირი არ არის, მაგრამ უფრო კარმულ ურთიერთობას გავს, რათა გული გაგითბოთ, რათა ძველი იარები მოიშუშოთ და ხელახლა ისწავლოთ გულწრფელი სიხარული და სიყვარული. დღეისთვის სულ ეს იყო, მე დროებით დაგემშვიდობებით.